რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ? ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და გადაწყვეტილებას უწუნებს. მმართველი გუნდი კი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებზე მიუთითებს. ზოგიერთი მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამ მიზეზით ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პოზიცია. გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად ასევე არ შეუერთდნენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი და მალტა. ჩვენ უკრაინელი ხალხის მიმართ გვაქვს უმოკლეები მხარდაჭერა და ასეულობით რეზოლუციას, ასეულობით ინიციატივას შეუერთით. ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები მივიღეთ 10,000-ობით ჩვენს ქვეყანაში და მათ შვილებს მივეცით საშუალება, რომ მშობლიურ ენაზე გქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ყველანაირ ნაბიჯს ვდგავთ იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და ამავდროულად ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას და რა საკითხები, რომელიც წარმოეშვება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირველ რიგში ყოველთვის გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტს და ამავდროულად მინიმუმამდე დაიყვანს სიცოცხლე საფრთხეებს. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველგან და ყველაფერში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება, ნებისმიერ რეგულაციასთან მიერთება, ყოველთვის უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ უნდა შევქმნათ რაღაცა რისკები იმისა, რომ ქვეყანას დაემუქროს რაიმე საკითხი. ეს გადაწყვეტილება საკენ არ არის მაგალითად. ჩვენ არაერთ რეზოლუციას შეუერთდით. გაერო იქნებოდა ევროსაბჭო იქნებოდა თუ სხვა ესე ვთქვათ მაღალი ორგანოების პლატფორმა, სადაც ჩვენ არაერთ რეზოლუციას შეუერთდით. მაშინ როდესაც ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის საქართველოს ინტერესებიდან ესე მოქმედეთ. ანუ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედეთ. ძალიან ბევრი საფრთხე შეიძლება იყოს, ამის რისკი არსებობს. შესაბამისად, იმიტომ მოხდა ეს არ მიერთება თქვათ ამ კონკრეტული რეზოლუციის, არ შეერთება და მხარეს არ დაჭერა, იმიტომ რომ არსებობს რეალური საფრთხეები, წლების განმავლობაში არსებობს ეს საფრთხეები საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც უკრაინა-რუსეთს შორის ომი დაიწყო, არაერთი რეზოლუცია იყო მიღებული, რომელსაც ჩვენ მხარი დაუჭირეთ. შეიძლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვით ნიშნის ქვეშ და შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს ამის, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ.